როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. მომინატრა ჩემი ტაროს სპეციალური გადასაფარებელი ვერ გადმოსცემს კამერა იმდენად რაღაცნაირად კარგი და არ გაურას ქმნის მოკლედ. დიდი ხანი არ გამომიყენებია ესეთი ოქროსფერი არის ძალიან კარგი მდიდრული ხვავის და ბარაკის მომტანი და სიკაშკაშის ფერი, როგორც მე აღვიქვავ ზოგადად თორემაზე. ეხლა ყველაფრის ინფორმაცია შეგიძლიათ ჩაწეროთ და გაიგოთ, ამიტომ მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევ ფერებს და ასევე რა თქმა უნდა ტაროს გარეკანს. რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას თქვენი კეთილი სურვილებისათვის. კომენტარებისთვის და ნებისმიერი გამოხმაურებისთვის, რაც ჩემს არხს ეხმარება განვითარებისთვის. ყველას გისურვებთ ბედნიერებას. დღეს მოდით ვნახოთ მანარაზე, ოღონდ მანარას რა თქმა უნდა მე ახლა ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება დაიბლოკება მე ყველაფერი და ვერ გამოვალ მე თქვენთან რამდენიმე ხანი, სადაც ზოგჯერ ვაგვიანებ. ეს აქ დავდოთ. და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ზოგადად მისი ქვეცნობიერი ფიქრი და გრძნობა კონკრეტულად რას ფიქრობს და რას გრძნობს თქვენს მიმართ. რას ფიქრობს და რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას გრძნობს და რა თქმა უნდა გავშლი მე ამით დავამატებ. ну საერთოდ ახლა აქ როგორი სიტუაცია თქვენ უფრო უკეთესად მიხვდეთ. ყველაფერი მიმდინარეობს რაღაცა ძალიან ერთფეროვნად შესაძლოა ამ მომენტისთვის, არაფერი არ იცვლება, არც იქით, არც აქით, მაგრამ უფრო ვიტყოდი, აი უღიმღამო ურთიერთობა. ან მაგალითად ძალიან კიდე კარგად წავა თქვენზე, ვისთანაც ყველაფერი დროებით გაჩერებულია და არ იცი ბოლოს და ბოლოს მართლა საიტაიყვანს ამ ყველაფერს და რა სიტუაცია იქნება. მთლიანობაში მე მაინც ვიტყვი, რომ აქ საჭესთან მაინც თქვენ ხართ ამ ურთიერთობაში, აქ თქვენ რეალურად საერთოდ მანარა ძალიან სიღრმეებში და ძალიან ირონიულად უყურებს ამ ყველაფერს და არ გაგიკვირდეთ. თუ თქვენზე არ წავა ეს ინფორმაცია, შეგიძლიათ რა თქმა უნდა არ უსმინოთ. აქ არის სანამ მოგინდება თავის გასულელება, შეგიძლია გაისულელო თავი და იქნება თქვენი ამ გასულელების ხარჯზე ძალიან ამაყი, ძალიან ასე ვთქვათ თავდაჯერებული და გონია რომ გმართავს არ და რეალურად შენ გყავს ეს ადამიანი პირიქით გრუბად რო ვთქვათ ჯიბეში. თუმცა აქედან არაფერი არ გამოდის, რადგანაც ეს ადამიანი მოდი ვთქვათ თავისი მანერები და დღევანდელი გამოხატულებით პატარა რაღაცა უფრო მეტი მოეთხოვება. მე არც რამდენი წლისა, მაგრამ არ აქვს წლოვანებასაც მნიშვნელობა, მამაკაცი თუ ხარ, უნდა იყო მამაკაცი, აი ამ ღირებულებებს გულისხმობ. მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ შენ ასეთი კარგი რომ ხარ, რატომ უნდა გინდოდეს და გიზიდავდეს, ხო ყველაფერი მაინც დალექილია ღრმა წარსულისკენ, ვის რატომ შეიძლება ქონდეს ასეთი მიდრეკილება, ასეთ ურთიერთობაში, ამიტომ ყვებავ, ზრდი, მაგრამ შენ რა გინდა ეს ცალკე საკითხია. ნახოთ რას ფიქრობს. რას ფიქრობს? ესე იგი როგორ არის? ვერ გაიგებ რას ფიქრობს. ანუ მე პირადად ვერ გებულობ ახლა რას ფიქრობს. გინდა მხარდან მივდექი, გინდა იმ მხარდან მივდექი, მაინც მისგან არაფერი არ გამოდის, ვერ გაიგე. არა და შენ თუ დაანებებ ამას თავს, რეალურად არც გამოყვება, არ უნდა დაანებო შენ თავი. ეს თითქოს აი სუსათრევი ტიპია რაღაცნაირად, ყველაფერი უნდა გამოტყო და ასე მარტივად არაფიქსირებს არაფერს, აი გაშეშებული მდგომარეობა აქვს. თითქოს უნდა ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, უნდა ეს ურთიერთობა. და ვნებაც არის მის ფიქრებში, თუმცა ესეთი შეგრძნება მრჩება, რომ ცოტა დაკომპლექსებულია თუ ვერ გამოხატა ბოლომდე შენთან პოტენციალი მისი, არ ვიცი რატო არის ესე გაშეშებულ მდგომარეობაში არ და შენ თავისებურად მაინც გინდა ეს ყველაფერი, მაგრამ აქ იმის შეგრძნება, რომ აი რატო შეიძლება ვჭირდებოდი ახლა მე ასეთ ქალს. ან რა ეტაპამდეც ხარ უკვე მისული, რატო ხარ შენ კიდე ჩემთან და უყვირს. მოდი ვნახოთ, მაინც როგორია ეს შენი
ფიქრი. Ну, ყოველ შემთხვევისთვის ახლა და ამ ეტაპზე, რო ვთქვა, რომ მესამე ფაქტორებია დამნაშავეო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ არის მესამე ფაქტორები დამნაშავე და ძალიან ტრაგიკულადაც არ აღიქვამს ამ ყველაფერს, ფიქრობს მაინც, აი, სულ არის ფიქრის რეჟიმში. ურჩევნია თავშეკავებულება. ანუ ამით არ ნიშნავს იმას, რომ შენში არ ამე პრობლემა, უბრალოდ ურჩევნია, რომ იყოს თავშეკავებული და რაღაცნაირად რა არის, ნელ-ნელა ნაბიჯობით მიდის, რადგანაც შენთან ურთიერთობა არის საპასუხისმგებლო და ძალიან ბევრი რო არ იტვირთოს საკუთარ თავზე, ასე ურჩევნია და ფიქრობს, რომ ამით უფრო იქნება მყარი და უფრო გაგებული იქნება ამ ურთიერთობაში. ისე ეს ურთიერთობა ჭირდება ამ პიროვნებას. მე მაინც ვიტყოდი, რომ მესამე ფაქტორები აქ არ არის. მივიღე ეს რომ ყოფილიყო წამო ვიტყოდი, რომ ოხ კი ბატონო. შეიძლება ახლა ისედაც თქვენ უყურებთ მესამე ფაქტორების თემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში მესამე ფაქტორი არ განსაზღვრავს რაიმე პრობლემას. მთავარ მოქმედებას, მთავარს, რომ ყველაფერი შეცვალოს და აიღოს პასუხისმგებლობა ბოლომდე და მართლა მთელი ენთუზიაზმი ჩადოს ამ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ამ პიროვნებას ის არ სურს. რას გრძნობს შენს მე? ახლა უკვე გასაგებია ყველაფერი, გასაგებია, იმიტომ რომ შენ ხარ ისეთი ქალი, ისეთი ენერგეტიკის, რომ შენ არ ვიცი ხა ცოტა ზემოთაც ნათქვამია ეს ყველაფერი მისი აზრით, მოკლედ. ნებისმიერ მამაკაცს ვისთანაც შენ შეიძლება ქონდეს გადაკვეთა შეუყვარდები და დაჩაგრავ კიდეც და მოკლედ რა არ არის მარტივი შენთან ურთიერთობა. მე ვიტყოდი აქ გრძნობა, საოცარი ვნება, ისეთი ვნება, რომ ეშინია, რომ არ მივიდეს ეს ყველაფერი გულის გატეხვამდე, იმიტომაც არის აქ სხვათა შორის ძალიან კარგად არიან ახლა სინქრონში ეს ორი ტარო ერთმანეთს რასაც ქვია პასუხობენ. არ მიყავს ყველაფერი იქამდე, რომ არ მივიდეს გულის გატეხვამდე ეს ყველაფერი და მართლა ბოლომდე არ აღიაროს თვითონმა, რომ შენ მართავ სიტუაციას და მერე всё შემიყვარდება ეს ქალი გონების დაკარგვამდე და всё მერე რა მეშველება არ ვიცი და მოკლედ საზრუნავი აქვს ძალიან ბევრი. უსიამოვნება არ უნდა რომ იყოს ამ ურთიერთობაში. მაგრამ ისეთი გზნობიჩება, რომ თვითონ არის უსიამოვნო. რაღაცნაირად თვითონ არის უსიამოვნო ამ ყველაფერში. შენთან კომუნიკაციის რაღაც ახალი გზები უნდა ამ პიროვნებას, რაღაცა ახალი რესტარტია საჭირო. თავისთვის უკეთესი ესე იქნება. ცოტა დაბნეულია ეს პიროვნება, დაბნეულია ძალიან, ესე რომ ვთქვათ. ანუ ნახე რა მომენტი აქვს, არ უნდა რომ მოგანიჭოს ის სტატუსი, რომ შენ გაღიარებ მე როგორც იმპერატრიცას, რომ შენ ხარ ეს ერთადერთი და საუკეთესო. ან სხვანაირად, ყველანაირად გაგრძნობინებს, მაგრამ არათუ აღიარებით, არათუ სტატუსით, არათუ არჩევით. ეს არ უნდა. და ამით იცი რა არის? ამით აი ამ პატარა ნაპერწკალს აღვივებს შენში, რომ შენ მეტი ინტერესი უნდა ქონდეს. ეს ადამიანი ან ბუნებრივად ძალიან ჭკვიანია, ან რეალურად აქვს რაღაცა ჭკვიანი მანიპულატორი ადამიანიდან აღებული კურსები, თუ რა ვიცი, ძმაკაცი შეიძლება, რა ვიცი, ვინ ყავს ასეთი, რომ აი არიგებს, იცი რა. მე პირადად მსმენია ძალიან ბევრჯერ, რომ ქალს რაც უფრო მეტად მიაქცევ ყურადღებას, უფრო მეტად წაგებული დარჩები და მე აღარ დაინტერესებო, მაგრამ მე ვინც ვიცი და ვინც საუბრობს ამ ყველაფერზე, რამოდენიმე ადამიანი ვიცი ხა. კი უსმენ ამას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხა რა კომპლექსები აქვს. თვითონ პატარა მამაკაცის მსჯელობა ეს ყველაფერი, თორემ მამაკაცი ასე არ მსჯელობს, ასე მამაკაცი ქვია და ეს არის ადამიანი, რომელიც შიშებითაა სავსე. გრძნობა, იცი ნახე როგორ საინტერესო დამოდის ეს ყველაფერი. აი ვინ არჩუნებ ნეიტრალურს, ვინ არჩუნებ შენთან ნეიტრალურს. ეს სიტუაცია ესე გაგრძელდება. გრძნობაც ესე გაგრძელდება, შენ იგრძნობ მისგან ყველაფერს, მაგრამ ეს არ იქნება ის, რაც შენ გინდა. ერთი ვნახოთ აქ. მანარაზე. გაბედავს და მაინც აირჩევს ამ ყველაფერს. გაბედავს და აირჩევს, აგირჩევს. გაბედავს. აი მე რამდენი ძალიან იშვიათი არკანებია, მაგრამ მე რამდენი არკანი მიდასტურებს იმას, რომ
შენ სულ გჭირდება ეს ადამიანი, შენ იმდენად დიდი პოტენციალი გაქვს, იმდენად ჩამოყალიბებული ხარ და გამოცდილი ადამიანი ხარ, რომ ეს პიროვნება შენ არ გჭირდება. თქვენ არ ხართ წყვილი. რაც არ უნდა შენ გინდოდეს ეს პიროვნება, თქვენ არ ხართ წყვილი და შენ კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ შეგიძლი თავი გაისოლელო, ეთამაშო და დააჯერო. აი შენ მიყავს გრუბად რო თქვა პარადი აქ. მასხარაობაში არ გადავიდეს ეს ყველაფერი ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად შეტოპავ და მოირგებ ამ როლს, რაღაცა მერე ეს ყველაფერი არ დაგშვენდებათ. უნდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ აი ჯერ რომ ჩამოყალიბდეს და საკუთარ თავთან წარსდგეს, თავის სურვილებთან, შიშებთან, არ არის ჯერ ამისთვის მზად. მე გირჩევთ, რომ არ გამოიწვიოთ ეს ადამიანი. არანაირი თქვენი თუნდაც პუბლიკაციების თორები, ფოტოები, თუნდაც რა ვიცი, როგორც ჩემი ბებია იყო და არ შიყით. არაფერ არ გამოიწვიო. იმიტომ რომ უნდა იყოს ურთიერთობაში მერე როგორ არის ნათქვამი, აბრატნის სვიას დაბრუნება კონტაქტის რაღაცა უნდა დაგიბრუნოს. აი ამას გულისხმობ. განვითარება ვნახოთ. ვერ გავიგი რას ბრძოლობს ამ ურთიერთობაზე, რაშიც გადაწყვეტილება არ არის. რა ბრძოლა, ანუ რა აღწევთ, ეს ფიქსირდება მკაფიოდ, დაფიქსირდება, რა თქმა უნდა. ბევრი ეხარათ, ნახა, ყველაზე ერთი არ იქნება, მაგრამ ასე დავყოფდი მე ამას. დააფიქსირებს თავის პოზიციას მას როგორ უნდა როგორ ესმის, ეს ყველაფერი, მაგრამ თითქოს ითხოვს გაგებას, გამოხატავს რეაქციას, შეიძლება მიგითითოს რაში ხარ მართალი, რაში არ ხარ მართალი და ასე შემდეგ. თავი მართლა გონია მართალი ამ პიროვნებას შენთან მიმართებაში ყველანაირი კუთხით, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ არის მიღებული სწორი. მეორე შეიძლება ყველაფერი გააკეთოს და იბრძოლოს და რა ვიცი მე დაახიოს ყველაფერი, თუმცა არ მიდის მაინც გადაწყვეტილებამდე. აი გადაწყვეტილებას გულისხმობ, რომ всё, შენ ხარ ჩემთვის ერთი და ჩვენ მივდივართ ერთი გზით. ეს არ არის და ხდება დაპირისპირება შესაბამისად, ის არ არის, რაც მომიდოდა და ნუ მოკლედ აი ესეთი ამბები ვითარდება აქ. არც არას კითხვის, არც კის, მაგრამ თავარია რომ შენ გაზრდილი ხარ ამ ურთიერთობაში უკვე. შენ მეტი გაკვეთილი არ გჭირდება, შენ ყველაფერი ნანახი გაქვს. ამ ურთიერთობაში თუ არა, წარსულ ურთიერთობაში მაინც და ერთი სიტყვით არაფერი სიახლე არ შეუძლია ამ პიროვნებამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე შემოგთავაზოს. ამიტომ როდესაც უკვე ნახე, ძალიან ხშირია, როდესაც უკვე აფიქსირებ შენს თავთან იმას, რომ ხარ ყველანაირად კარგი, შემდგარი, ყველაფერი გაქვს, მასე უკეთესი ხარ, მაგრამ მაინც ამ ადგილში ხარ ამ პიროვნებასთან და თუნდაც უსიაოვნებას და უკმაყოფილებას გამოხატავ და პლუს ითხოვ რომ დაგინახოს ასეთი რომ ხარ, აქ უკვე მთავარი პრობლემა არის შენში. ესე იგი, შენ რასაც ყვები შენს თავზე, სულაც არ არის ესე. ეს უბრალოდ წარმოდგენაა. იმიტომ რომ, როდესაც შენ ხარ ზრდასრული, ჩამოყალიბებული და შენს თავს პატივსცემ, შესაბამისად შენ დიდხანს ადამიანი ნერვებს ვერ მოგიშლის. შენ უბრალოდ ვერ გაჩერდები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის. არ მოგინდება. შეიძლება ცოტა ხანი დაგწეს გული, ხო რა, კარგი იქნებოდა ნორმალური პიროვნება რო ყოფილიყავი, მაგრამ всё. აი ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში. ჩემთან ადრე ვისაც გახსოვთ იყო ყოველთვის ნებაყოფლობით ვიდეო კოლი გაშლებში, მაგრამ იმისათვის რომ მე უბრალოდ თქვენს მამაკაცებზე იქით მე ჩემზე ხდებოდა მიჯაჭვილობა და ნუ დროის კონტროლი იკარგებოდა, რა თქმა უნდა მე ვოისებით შემოვიტანე ფორმატი კონსულტაციის, იმიტომ რომ უნდა დავზოგო ჩემი ნერვიული სისტემაც და ჩემი დროც
და ყველამ თავისი დრო, ამიტომ გაიხსნა თავიდან ვიდეო ფორმატით, ვიდეო კოლით საუბრები, ოღონდ არა თუ კონსულტაციის სახით, არამედ საუბრებით, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ახალი, ჯერ Instagram-ზე არ დამიანონსებია, მაგრამ აქ ხართ უფრო მეტი მსმენელი და ვისაც უბრალოდ გაინტერესებთ რა როგორ უნდა მოიქცე და ზოგ ადამიანს ჭირდება მსმენელი და რეალურად მე მაგ საკითხებში ძალიან ყოჩაღი და მაგარი ვარ. ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ საუკეთესო შედეგებს ურთიერთობაში და დავინახოთ სად არის პრობლემა ურთიერთობაში, იმიტომ რომ მაინც იქამდე მივდივართ, როგორი მაგარიც არ უნდა იყო, როგორი კარგიც არ უნდა იყო, სევდა ყველას ერთი აქვს. ისე არ მიდის ურთიერთობა პარტნიორთან, როგორც საჭიროა. მოკლედ ასეთი ამბები არის. მე ყველას გელოდებით კომენტარებში, დროებით.